ეს ამბავი არის გლეხზე, მის ცოლზე, მათ შვილზე, ძაღლზე, კატაზე, ჩიტზე და უზარმაზარ თალგამზე. ერთ დილას გლეხი ბოსტანში წავიდა. სადილისთვის თალგამი უნდა მოეტანა. ბოსტანში ერთი თალგამი ძალიან დიდი გაზრდილიყო. რამხელაა? მარტო შევძლებ ამ ხელა თალგამის ამოღებას, დაფიქრდა გლეხი. მერე თალგამს ფოთლებში ჩაეჭიდა, სწია და სწია, სწია და სწია, მაგრამ უზარმაზარ თალგამს ძვრაც ვერ უყო. ცოლმა დაინახა, როგორ ეკაჩებოდა ქმარი თალგამს. დაგეხმარები და მის დასახმარებლად ბოსტნისკენ გაეშურა. ცოლი ქმარს ჩაებღაუჭა, ქმარი თალგამის ფოთლებს. 1, 2, 3, ოპა! სწიეს და სწიეს, სწიეს და სწიეს, მაგრამ უზარმაზარ თალგამს ძვრაც ვერ უყვეს. შვილმა დაინახა, როგორ ეკაჩებოდნენ მშობლები უზარმაზარ თალგამს. მეც მოგეხმარებით, გასძახა მან და ხიდან ისკუპა. ბიჭი დედის კაბას მოეჭიდა, დედა მამას ჩაებღაუჭა. მამა თალგამის ფოთლებს ჩაეჭიდა. 1, 2, 3, ოპა! სწიეს და სწიეს, მაგრამ თალგამს ძვრაც ვერ უყვეს. ჰამ, დაიყეფა გლეხის ძაღლმა და პატრონებისკენ გავარდა. ერთხელაც ვცადოთ, თქვა დაღლილმა გლეხმა. ძაღლი ბიჭის მაისურს ჩააფრინდა. ბიჭი დედის კაბას მოეჭიდა, დედა მამას ჩაებღაუჭა, მამა თალგამის ფოთლებს ჩაეჭიდა. სწიეს და სწიეს, ძალა გამოეცალათ, მაგრამ უზარმაზარ თალგამს ძვრაც ვერ უყვეს. მათ დასახმარებლად კატაც მიცუნცულდა. კატამ ძაღლის კუდს ჩაავლო პირი. ძაღლი ბიჭის მაისურს ჩააფრინდა. ბიჭი დედის კაბას მოეჭიდა. ვაი, ჰამ, მიაუ! დედა მამას ჩაებღაუჭა. მამა თალგამის ფოთლებს ჩაეჭიდა. მიშველეთ! სწიეს და სწიეს, სწიეს და უცებ ყველამ მიწაზე მოადინა ზღართანი. გლეხმა შარვლიდან მიწა ჩამოიბერტყა და ამოიოხრა. მოდი, ბოლო ჯერ ვცადოთ. ძალიან მშია. უცებ მათთან პატარა ჩიტი მიფრინდა. ჯიკ-ჯიკ. აბა, ჩაეჭიდეთ ერთმანეთს, დაიძახა გლეხმა. ჩიტი კატის კუდს ჩაეჭიდა, კატამ ძაღლის კუდს ჩაავლო პირი. ძაღლი ბიჭის მაისურს ჩააფრინდა. ბიჭი დედის კაბას მოეჭიდა. დედა მამას ჩაებღაუჭა. მამა თალგამის ფოთლებს ჩაეჭიდა და მთელი ძალით მოკაჩა. სწიეს და სწიეს, ქაჩეს და ქაჩეს. უცებ თალგამი თითქოს დაიძრა. მიწიდან ამოიწია. ძალიან დიდია, იძახდა გლეხი. უზარმაზარია, ამბობდა ცოლი. უშველებელია, ყვიროდა ბიჭი. ჰამ, მიაუ, ჭიკ-ჭიკ. ბოლოს და ბოლოს თალგამი ამოთხარეს. მეორე დღეს ბიჭი დედას თალგამის დაჭრაში დაეხმარა. დედამ საუზმისთვის თალგამის წვნიანი მოამზადა. სადილადაც თალგამის წვნიანი მიირთვეს. თალგამის წვნიანი ვახშმადაც გემრიელი იყო. ასე გრძელდებოდა მთელ თვეს. გაისად ბევრ სტაფილოს დავთესავ, გადაწყვიტა გლეხმა.